დათო ქურციკიძე, აპლოდისმენტები. ამაგრობა დათო, რამდენი? 16. ახალგაზრდა დათო. ახალგაზრდა კაცი. ახალგაზრდა დათო ქურციკიძე. 16 წლის. ჰობი აქვს საინტერესო. ნადირობა, თევზაობა, ჯირითი, მუსიკა, სხვადასხვა საკრავებზე დაკვრა. თავისუფალ დროს რას აკეთებ? ამის შემდეგ უნდა დასვა ეს ლოგიკური კითხვა. ანუ თანხას დახარჯავ, ნუ ჩემთვის სასარგებლო საქმეში. რა არის ჩემთვის სასარგებლო საქმე? ჯერ მოვიგო და რავი, დავფიქრდები. აი მაგალითად რა არის? ერთი კონკრეტული შენი სასარგებლო საქმე. წამიყვეს თერჯოლაში. აბა, თერჯოლიდან არის. თერჯოლაში ერთი აი სასარგებლო ხაჭაპურებს დაგიხოთებია ჩემი. შენ გინდა რომ ეს ფული შენ დაგახარჯოს ხო ზემოდან? ხო, ხაჭაპურებზე დაბადიჟებული ვარ, მაგრამ პურის კვილი უნდა რომ იქნოს ახლა რომ გამოვაცხოთ რა ყველი ყველი გააქვთ. კაი, რას წარმოგვიდგენთ, დავით? რავი, ნამდვილ ამბებს და ზოგიც არის. ზოგიც მოგონილი, ზოგი ნამდვილი, კი ბატონო, მაგაში ვერ შეგედავებით. ძალიან კარგი. დათო დავიწყოთ? დავიწყოთ. მაშინ წარმატებები 1, აბა დათო. 2 და 3. ჩვენთან იყო ქორწილი და მოვიდე ხა თამადა ცხენზე ამხედრებული, შარვარ კოსტუმი გაზიზინებული და სახი აქვს, ჩალუჯებული კვილები აქვს, შავშული და რა დაგემართა კაცო, რა დამემართავა და მოვდივარ ცხენითო. დედალი ცხენი შემოხვდა ჩემ ცხენს გზაშიო და ჩამოვედი ააშდაო და ვერასტო ასე ჰასტუხი დაუწიენელო არ შეიხვიო, სულ თავი მაწმევიაზელო. ხო და ასია, ბატონო, ჩემი ამბავი ჩამოშული მაქვს კვილებიო. ორი ახალგაზრდა ზის, ვუდკა იმაში სასტელში და გვერდის უდია უჯდე მოხუცი ქალი და წინ არის ცხენი და გადმოგდებული ეხა ცხენს ჭვარჭვალი გააქვს ხო და ეს ახალგაზრდა ეხლა შენ ამიხსენი რა მაგარი სიტყვები ვისწავლე ამ გადაცემაში. რა გაქვს? დაიცა. ჭვარჭვალი რა. არც მე არ ვიცი. არც შენ არ იცი ჭვარჭვალი რა არის? მარჭვალი და აი მარცვალი ოღონდ ცოტა მოზრდილი დედალი მარცვალი. ჭვარჭვალი ნამდვილად არ ვიცი. არც მე და იქნებ აგვიხსნა. დათო ჭვარჭვალი რა არის? ბზიალებს რა. ბზიალია. თავიდანვე ვერტი ეს ეგ. ბზიალოს. ესე იგი, ლექსიკონში როა გამარტო ჭვარჭვალი. ბზიალი. გაქვს ბზიალი. შვენიერია, დათო შენ 50 ლარი გაქვს. დათო გაგიმართლა ჭვარჭვალმა 50 ლარი მოგაგებინა. ბზიალმა და ჭვარჭვალმა გაამ. ახლა რომელი სიტყვა შემოგთავაზებ კიდე ახალს? რავი, ნახოთ. ვაგზელებ? ვაგზელებ, რა თქმა უნდა. დავიწყოთ. შეიძლება დავკარგოთ 50 ლარი. არა უშავს. 1, 2 და 3. ხო და ჭვარჭვალი რო გაქვს ახლა ორი გოგუები ზიან და ერთი ამბობს, აუ ეს მომცა ახლა ნახევარი მე ნახევარი შენ და გვერდ მოხუცი კალი უზდია და ბებიაო, სიბერეს რა უთხარ თუ რა გასაყოფია ის არის. ვეტექიმია ბაბუა ჩემი და მიდის გზაზე და შეხვდა ვიღაც ქალი მეძავი და ჩაუგდა ახლა და უწორწმანობს ამ ქალს ქული რა ქნას ახლა რომ და ვერ იმასნი ვერ შეედავები და ბაბუა ჩემს ეუბნება ვეტექიმია ბაბუისო ბატონო რო ხარ უატეხილიო მოზოი რა თიგეულებს ბატონო ხალბატონო ყნოს თუ მე საწეიღე ყნოს და დაგარქე შენ სულ დაგარქეო ბაბუა ჩემი იყო თავიდანვე ბაბნიკი იყო ქალების ბაბნიკი და არის რაც აქვია მინდორში არის ეთამავს ნანარობენ და დაადგათ მეზობელი კაკო თავზე და ბაბუა ჩემ მოასწრო გადახტა ყორეზე ეხალი იფერთავს კაბას და კაკო ვეღარაფერი მეფიქრე მამალინდოური ხوارსა და გინახია ეგერ გადახტა ყორეზეო ქალის მოუკვდა ქმარი რა ამოიცუნთქე დიჯო ორი სიტყვა გავიგონე კიდე ახალი რომელი მე ვერ გავიგონე მაგ ჭვარჭვალი თავიდან ჭვარჭვალი დაიწყო ახალი ერთი ჭვარჭვალის ისტორიაში იყო რაღაცა სიტყვა აიღო ხო არ ჩავიწეროთ ხოლმე სიბერეს რა უთხარი თუ არა რა გასაყოფისა არა ხო სიბერე ხა ის რაღაცა იყო ერთი სიტყვა აღარ მახსოვს რა იმაზე გაგეცინა რომელიც აღარ გახსოვს არა მეორეზე გამეცინა ნარნარი ნარნარი მინდორში გაქვს ნარნარი დათო ამასობაში ამ უცხო სიტყვათა ლექსიკონის ახსნაში შენ 100 ლარი მოიგე აპლოდისმენტები ავიცი გავაგზავნოთ თამაში გავაგზავნოთ აბა წინ არის 200 ლარი 16 წლის ბავშვის 100 ლარი სავსებით საკმარისია რომ დახარჯო რაში კიდევ დახარჯო სასარგებლო საქმეში რომ დახარჯო საქმეში და შენ ისტორია მიგაკ იმნაირი 100 ლარი ყოფნის მაგ სასარგებლო საქმეში ნამდვილად მაგრამ არ უჯერებთ და ვაგზელეთ როგორ არის ზანზარი და ჩანკალი აგზელებ
მზად. აგძელებს ისე. კარგი აგზელებს ბატონო. და ესე თამამად აგზელებს 1 2 და 3 ნახშირგერელი ბაბუაშვილიშვილი დადის ქუთაისში ყიდის ყურძეს მოდის იქიდან და მე საფიშქიაზე აყაჩაღებენ რა და ერთი ღამე დააღამდა და მოდისო ბაბუაშვილიშვილი ეუნა ბაბუას ბაბუო არ გეშინიაო რომ დაგვაყაჩაღანო რასი მეშინია ბაბუ აგერ მაგ ჩემი ჩოილი არის რო უკრა ბაბუ შუაზე ხო და მე რო ისმენენ ქურდები ამას და ქურდები გაყვენ ახლა უკან შეეშინა და მივიდნენ სახში და სახში გამოიხედა ქალმა სად არის შენი კაცო დილას დაადგენ რა ჩემი კაციო წასულიაო ყანაშიო მაგას მართლა აქ იარაღიო ჩოილარიო რა პარაკო კაცო მე გვანახე სადა თან და ყოველთვის სადაც არისო და რა არისო ასეთი მაგარი იარაღიაო რა არ არის ბებიაო 18 წლის ვიყავი რომ მოხდა ახლაც მოუშუშებელი მაგ ისიარო ქალს მოუკვდა ქმარი და ეხა ეს ქალი ტირის და ქალი ტირის და თან ამასთან ერთად გადაუთელეს საქონელებმა სარები მოუძრეს და ქალი ტირის დედა ბიჭო რაგაც იყავი დედა რანაირი სარების დარსობა იცოდი შენ არსობზე ვიღარ დავარსობიო ბიჭო მეზობელი წავიდა სანადიორს და ეიცინე შეგაც რა რა არის ისი? დათო ნამეტანი დასობებზე იყო შენი იუმორი აგებულიო მე 16 წლის ბავშვი ხარ და წესით ამ კადრს პლუს 16-ს ვერ დავადებთ. 16 წლის ბავშვი ხარ და ნუ ამბობ კიდე რაღაცა მინუს 16 უნდა დავადოთ. პლუს 18-ს ვერ დავადებთ. ანუ თუმცა მოდი ვთქვათ რომ ამასაკისთვის ჩვენივრად ორი ტური ასპარეზა ადამიანი. კი ბატონო, კი ბატონო. ანუ ისეთი ბავშვი ხარ მომავალი რომ გაქვს რა. ასე რომ აპლოდისმენტებით გავაცილოთ. გამოვნებით ძალიან დიდი მადლობა.